მოგესალმებით ყველას და გილოცავთ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენმა მამებმა, ჩვენმა წინაპირებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს, იღვაწეს, იშრომეს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლები ყოფილიყავით და თავისუფალ საქართველოში, თავისუფალ სივრცეში გვეცხოვრა. ყოფილიყავით თავისუფლები და გქონოდა მადლიერების გრძნობა. მადლიერება ნომერ პირველია ადამიანის ხასიათში და ნომერ პირველია ადამიანის ცხოვრებაში. ყველას უნდა გქონდეს მადლიერების გრძნობა. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. მადლობა უფალს, რომ ვართ ქართველები. მადლობა უფალს, რომ ვარსებობთ და დავიბადეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში, ჩვენ საქართველოში. საქართველო ყველასათვის ცნობილია, რომ არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამ ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში, დედა ღვთისას წილხვედრ ქვეყანაში არაფრით არ შეიძლება და ყოვლად დაუშვებელია უფლის შესახებ ნაკლებად კარგის თქმა. არ ვამბობ იმას, რომ დავუშვათ ცუდის თქმა. ამიტომ ყოველთვის ვიყოთ მადლიერები უფლის და ყოველთვის ვაქოთ და ვადიდოთ უფალი. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. რაც შეეხება ხელოვნებას, ხელოვნების ყველა დარგი უნდა იყოს აგებული ესთეტიკაზე, კრიტიკას არავინ არ გამორიცხავს, მაგრამ გააჩნია ვის აკრიტიკებთ. ჩვენ ქართველი კაცი მოგეხსენებათ დედისგინებას არავის არასოდეს არ პატიობს და არც აპატიებს. და როდესაც გამოდის ადამიანი ხელოვნების გარკვეული დარგით და მამაზეციერზე ცუდს ამბობს, აქ უკვე მრავალ წერტილს დავსვავ. ეს არაფრით, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მე არავის არაფერს არ მოუწოდებ, უბრალოდ ვიმეორებ, რომ მადლობა უფალს, რომ ვართ მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროში დაბადებულები, ვართ მართლმადიდებლები ქრისტიანები და დავიბადეთ საქართველოში. ეხლა რაც შეეხება ჩემი გამოშვების დღევანდელ სტუმრებს, ესენი ჩემი სტუმრები განავრცობენ თემას, რადგან ისტორიით დავიწყეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა საზოგადოებისთვის და ესენი არიან არც მეტი არც ნაკლები ჟურნალისტიკის სახელოსნოს აღზრდილები, უკვე აღზრდილები და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ციცი გაბინაშვილი და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯაბა შაყულაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმრები ხართ და მოდით ახლა დავიწყოთ თემით. რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა. ის სწორედ წერან რაც ვთქვი მე, ისტორიის უცოდინარობამ გამოიწვია ალბათ ის რაც მე დღეს ახლა გავაჟღერე. ისტორიამ კარგად რომ იცოდეს ადამიანმა, არ ამგონია რომ მსგავსი თემებით დაგვეწყო ჩვენ დღეს გადაცემა, მაგრამ იმ თემას მე აღარ დავუბრუნდები არავითარ შემთხვევაში, რამე თუ ვფიქრობ რომ საერთოდ აი როგორ გითხრათ, მოკლედ მეც არაფერს არ ვიტყვი, აღარ დავუბრუნდები მე იმ თემას, უბრალოდ აი ციცი და ჯაბა განავრცობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა საზოგადოებისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, ქართველებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის ამ ყველაფერში და ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღეა დღევანდელი დღე. საოცარი რაოდენობის ქართველები არიან დაღუპულები. კი, ნამდვილად და ისტორიის ცოდნა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის საფუძველი, რაზეც შენდება ადამიანის იდენტობა და მომავალზე პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ისტორია გვეხმარება, რომ პატივი ვცეთ ჩვენს წინაპრებს, სწორად როგორც იმსახურებენ დავაფასოთ მათი შრომა და დავაფასოთ ის რეალობა, რაშიც დღეს ჩვენ ვართ, რა თავისუფლებაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, ეს ყველაფერი არის მათი დამსახურება და ჩვენ თუ არ ვიცით მათი ღვაწლი სრულყოფილად, ამას ბოლომდე ვერ შევიგრძნობთ და ვერ განვიცდით ისე როგორც საჭიროა და ძალიან კარგი თემა შეეხეთ, აგიბრუნდები აუცილებლად. უბრალოდ არ დაგავიწყდეს სათქმელი, ჯაბა, შენ რა სიტყვი ისტორიის ცოდნის აუცილებლობის შესახებ?
ისტორიის ცოდნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რო გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, ანუ აღარ გავიმეორებთ იმ შეცდომებს თუნდაც რაც სხვებმა დაუშვეს გასულ დროს, ან უფრო ვისწავლით. შენ ალბათ იმის თქმა გინდა ციხე-შიგნიდან რო ტყდებოდა, ხო? თუნდაც ეს კიდევ ისეთ აი რამე პრობლემა თუ გვაქვს ან რაღაცა გადავხედავთ ისტორიას და დაგვეხმარება იმის ცოდნაში. ხო, ვიპოვეთ გამოსავალს და დაგვეხმარება როგორ გავაგრძელოთ ჩვენ ელემენტარულად მართებული ნაბიჯებით ვივლით, როდესაც ისტორია გვეცოდინება, ისტორიას დავაფასებთ და შეგვრცხვება ისტორიის დაუფასებლობა და შეგვრცხვება, აღარ გადავდგავთ იმ არასწორ ნაბიჯებს, რაც დავუშვათ შეიძლება ყველასთვის მნიშვნელოვანია ისტორიის და განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის ცოდნა, ჩემი აზრით. ხო, ნუ რახან ქართველები ვართ, ეხლა ჩვენი გვტკივა, მაგრამ ზოგადად ისტორია უნდა ვიცოდეთ, ხო? ეხლა ჩვენ თუ არ გვეცოდინება მაგალითად სხვა ერების ისტორია, მაშინ იმას იმ სათანადო დონეზე ვერ დავაფასებთ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, თავისუფლება შეეხედა, რა არის თავისუფლება? თავისუფლება ყველა ადამიანისთვის ალბათ ინდივიდუალურია, მე ასე ვფიქრობ. თავისუფლება არ მოიაზრებს მხოლოდ იმას, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ თამამად და ყველას წინაშე, ისე რომ არაფრის არ მოგვერიდოს და არ ვიცოდეთ ალბათ საზღვრები. ჩემთვის პირადად თავისუფლება ის არის, რომ გარდა იმისა, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება არ შეიძლება, არა, როგორ გითხრა ხა, თუ ჩვენ ისევ და ისევ ისტორიას თქვენს მიერ გაჟღერებულს აზრს განვაცობთ, თუ თქვენ ისტორია კარგად გეცოდინება და ჩვენ თუ კარგად გვეცოდინება, მაშინ არასწორი აზრიც აღარ გვექნება, ხომ? მაგრამ აქ არის კიდე საუბარი ნახერაზე ქმედებებზე. თავისუფალი ქმედებები ზოგიერთებს მიაჩნიათ დაუშვათ აი მომიტევოს ყველა, მაგრამ პირუტყვები რომ იქცევიან, ხო? ზუსტად ეგ ვიგულისხმე, რომ საზოგადოებაში მხოლოდ ის რომ დააფიქსირო შენი აზრი ყველა საკითხთან დაკავშირებით თამამად, ხო, ეს ქმედებები რომ მოიქცევა, როგორ უნდა მოიქცე? ელემენტარულად ჩაცმაზეც შეიძლება ითქვას, რომ აი დიდი ბოდიში, მაგრამ მუცელ-მოშიშვლებული ადამიანი არ უნდა ხვდებოდეს მე თბილისი საქართველოს დედაქალაქში. მაგისთვის არსებობს ზღვის სანაპირო, არსებობს ისეთი დასასვენებელი საკურორტო ზონები. ეხლა მე ცოტა სხვა თემაზე გადავედი, აი გისმენ. ხო, აი მაგის აღნიშვნა მინდა და მეც რომ ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში თავისუფლება და სწორი აზროვნება. კულტურობა, ხო, ესე დავარქმევ პირდაპირ, რომ არ იციან სად როგორ უნდა მოიქცენ სწორად და ეს ალბათ იმის ბრალია, რომ სიღრმისეულად არ არიან გარკვეულები იმაში, რა გამოვიარეთ და საიდან სად მოვედით. კარგი, რა არის თავისუფლება ჯაბა? მე მაინც მგონია, რომ თავისუფლება არის ცოდნის მიღება. თუ გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები, ჩვენ მუდმივად უნდა მუშაობდეთ საკუთარ თავთან. გავიღვივოთ ჩვენი პროფესიონალიზმი. ელემენტარულად აი პატარა სკოლის მოსწავლე რომ ავიღოთ. როდის არის ბავშვი შებოჭილი და როდის არის თავისუფალი. როდესაც მან იცის გაკვეთილი, ის არის თავისუფლად, ხო, გაკვეთილზე და არაფრის არ ეშინია. და თუ დავუშვათ არ იცის გაკვეთილი, თუ რაღაცა დავალება არ აქვს, რეული დარჩა, შებოჭილია ბავშვი, ხო და ეს ბუნებრივია. მაშინ როდესაც ჩვენ ვდგავთ მართებულ ნაბიჯებს და მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ და ისე ვიქცევით, აი ეს არის თავისუფლება. როცა ბევრ წიგნს ვკითხულობთ და საზოგადოებაში არ გვწვენია იმის რომ რაღაცა ბოდიში და სიბრიყვეს ვიტყვით და რაც თავარია, უფალთან ყოფნა არის თავისუფლება. ნუ ხო, რა თქმა უნდა. ხო და აი გისმენ. ხო, ნუ ბოლოს მინდა და ამ ისტორიასთან დაკავშირებით ის დავემატებინა, რომ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როცა გვესმის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ვიცით ჩვენი ადგილი მსოფლიო რუკაზე. და ამითი ალბათ ბევრად უფრო ამაყები და თამამები ვიქნებით ყოველთვის, რომ ვიცით რომ ჩვენ გვაქვს ისტორია, გვაქვს კულტურა, გვაქვს შესანიშნავი წინაპრები და შეგვიძლია ამ თემაზე თამამად და ამაყად ვილაპარაკოთ და ესაც მანიჭებს მე პირადად თავისუფლებას. რომ შემიძლია ჩემ ქვეყანაზე ძალიან ბევრი რაღაც ვილაპარაკო ისეთი, რაც
ბევრს ალბათ გააკვირვებს კიდევაც, რომ ამდენის გადატანა და ამდენი შევძელით ზოგადად. ჯაბა რა არის თავისუფლება? აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზუსტად ჩემსაც ანალოგიურად, ანუ განათლება, ცოდნა, როდესაც ადამიანი განათლებულია, უფრო თავს აი თავდაჯერებულად და ამაყად გრძნობს, რომ აი ნებისმიერ საზოგადოებაში შეუძლია იყოს თავისუფლად და ნებისმიერ მომენტში, ანუ არ დაიბნეს თუნდაც ყველა სიტუაციაში აკონტროლოს საკუთარი თავი. და ნუ წიგნის კითხვა, შრომა, რა თქმა უნდა, განვითარებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითაკილოთ არანაირი შრომის არა ხო საქმის კეთება პირიქით. ექიმებმა სანიტრობაზე უარი არასოდეს არ უნდა თქვა. იმიტომ რომ ის თავის არქიტექტორებმა დავუშვათ მე-12 სართულზე ფეხით ხარაჩოზე ასვლაზე უარი არ უნდა თქვა. ნუ მხატვარი არც არასოდეს არ იტყვის უარს. დავუშვათ იქ სამუშაო მოსამზადებელ სამუშაოზე ჟურნალისტებმა არასოდეს არ უნდა თქვათ უარი იქ პატარ-პატარა დავუშვათ რაღაც შიდა სამუშაოებზე და იმებზე თუნდაც მიუვალ ადგილებში ფეხით წასვლაზე და სიუჟეტების გაკეთებაზე. პედაგოგმა არასოდეს არ უნდა თქვას უარი აი ბავშვთან გაკვეთილს მიღმა საუბრებზე. გისმენთ? ყოველი მათგანი იწყებს რაღაც პატარით და ანუ შემდგომ თავის ცოდნას ანვითარებს სხვადასხვა აი თუნდაც ჟურნალისტი რომ მიდის პატარა გადაცემებში ან შიდა სამუშაოებში, შემდეგ ეს თავის ცოდნას უფრო აგროვებს და ხდება ჩამოყალიბებული ჟურნალისტი და ანუ ბევრი ცოდნა გააჩნია ამის შემდეგ. ნუ სხვადასხვა პროფესიებში, ანუ ყველა პროფესიაში ასეა ჩემი აზრით. მეც მინდა და მაგ თემას შევხებოდი. აი ჯაბამ რაც აღნიშნა, ცოტათ მაგაზე მინდა და საუბარი, რომ ყველაფერი იწყება რაღაც წერტილიდან და ჩვენ თუ რაღაცა დაბაილ საფეხურზე არ ვიდექით ჯერ ვერანაირად ვერავალთ მაღალზე. ანუ ეს ამით იმას არ ვიძახი, რომ მაღალ საფეხურზე დგომის პროცესში უნდა ვითაკილოთ რამე, რომ დაბალ საფეხურზე გავაკეთოთ. ემილ ზოლიამ რა თქვა თუ გახსოვთ? ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი, როდესაც ოცნების მწვერვალებს დაიპყრობს. არამედ მაშინ, როდესაც მისკენ მიემართებაო. აი ეს გზაზე სიარულის ხიბლი უნდა შეიგრძნოს ახალგაზრდა. ბევრ რამეს სწავლობ ამ მომენტში, რაღაცით რო იწყებ, ანუ ამ მომენტში სხვადასხვა რაღაცებს ადამიანებს იცნობ თუნდაც საზოგადოებაში ერევი და უფრო ჩამოყალიბებული ადამიანი დგები შენს პროფესიაში შემდეგ. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, აი ზუსტად თქვენ როგორც ახსენეთ ამ გზაზე მიმავალი, როდესაც ხარ, ამჩნევ ძალიან ბევრ პროგრესს შენ თავში და იაზრებ რამდენად სწრაფად ვითარდები და ყოველდღე რო ხედავ ამ პროგრესს, მერე უფრო мотиваცია გეძლევა და არასდროს აღარ გინდა რომ გაჩერდე ამ გზაზე. ამიტომაც ეს პროცესი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ გზიდან ვიღებთ ცხოვრებისეულ მაგალითებს, რითიც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეთ და მივიდეთ რაღაც დასკვნით წერტილამდე. ძალიან დიდი მადლობა. ანასტად გამახსენდა ერთი ლამაზი ისტორია, რომელიც ეხება ელენა რუბინშტეინისა და საქართველოსთან 21 წლის ასაკში წასულ არჩილ ჭყონიას, რომელიც შემდგომ და ჩვენ უკვე ყველა ვიცნობთ მას როგორც პრინც გურიელი. ეხა მოკლედ მოვყვები ამ ისტორიას. მოკლედ 1921 წელს, როდესაც გადინება მოხდა ახალგაზრდებისა, აჭარიდან, კერძოდ ბათუმიდან გაემგზავრა არჩილ ჭყონია, რომლის ბებიაც იყო გურიელი დიდგვაროვანი თავადი ქალბატონი. და გაიცნო იქ ელენა რუბინშტეინი, ყველამ კარგად ვიცით, ახლა დღეს ქსელი არსებობს მისი პარფიუმერიის, მაშინ საღწალამათი ჯანმრთელი ქალბატონი იყო, მოკლედ შეუყარდათ ბევრი რო არ ვისაუბრო, შეუყარდათ ერთმანეთი და შეუღლდნენ. ნუ ელენა რუბინშტეინს საკმაოდ უკვე გავლენიანი და უკვე სახელიანი ქალბატონი იყო და არჩილ ჭყონიამ გადაწყვიტა, რომ ბებიის გვარი აეღო. ანუ ტიტულები ჭირდებოდა დავუშვათ მატერიალური მდგომარეობა და ნუ კაცრავად სახელი ელენა რუბინშტეინის იყო, მისი მეუღლის კი ტიტულები იყო ამ დროს საჭირო და გახდა პრინც გურიელი. ამიტომ ვიცნობთ პრინც გურიელად არჩილ ჭყონიას. სოფლიო მოიარეს ჰოლივუდში ყოფნისას, ორ ისტორიას მოვყვები. ჰოლივუდში ყოფნისას არჩილ გურიელი რასაც კითხულობდა,
ბავშვებო. იმას კითხულობდნენ, ну რა თქმა უნდა, მე საზოგადოებას უყვებოდა, საზოგადოებამდე მიქონდა ეს ამბავი და იმას კითხულობდნენ ჰოლივუდის მსახიობები. 30-იან წლებს ვიძახი. როგორც ჩაიცვალა, სხვა შორის გრიგოლ რობაქიძის სეული ჩაცმა უყარდა თეთრებში, თავსაბურავი და ჯოხიც ეჭირა ხოლმე, საკმაოდ წარმოსადეგი ბატონი იყო. მე უბრალოდ არ მეგონა თუ ამ თემას დღეს შევეხებოდი, თორე სიამოვნებით მოგაწყვიდით ფოტოებს, არაუშავს. შემდეგ უკვე ხო და მოკლედ ამინც ქმნიდა ჰოლივუდში ეს ჩვენი ქართველი არჩილ ჭყონია ჰოლივუდში ქმნიდა ამინც ლიტერატურის თვალსაზრისითაც და სამოსის თვალსაზრისითაც. შემდგომ უკვე გავიდა არჩილ ჭყონია გარდაიცვალა, ენა რუბინშტეინი გარდაიცვალა, გავიდა ხანი და საბჭოთა კავშირის დროს აკადემიის სამხატვრო აკადემიიდან ორი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ, ну რაც კრუიზი იყო და ერთ-ერთ იმაში დაინახეს, ახლა მხატვრებმა დაინახეს სალვადორ დალის ეზო და რა თქმა უნდა შესვლა უნდათ იქ არავინ არ შეუსვა და პატარა შესახედი იყო იქ დატოვებული და იქიდან იყურებოდნენ და გამობრძანდა სალვადორ დალი და ვინ ხართო და ნუ ამ ბიჭებმა დაიწყეს საუბარი რომ საბჭოთა კავშირიდან ვართ არსებობს საბჭოთა კავშირში ესეთი ქვეყანა მას საქართველო ქვია და ამან გააჩერა რას ბრძანებთო მე გადასარევად ვიციო საქართველო მე მყავდაო ესეთი არჩილ ჭყონიაო მეგობარიო რომელმაც ძალიან შემაყვარა საქართველო და სხვათა შორის არსებობს სალვადორ დალის დახატული არჩილ ჭყონია როგორც ნუ აუხსნა არჩილმა სალვადორ დალის მის მეტეხის ფონზე მეტეხის ტაძარი რო არის იმის ქვევით მდინარესთან იქ ფონზე აჭარულ სამოსშია და გამოუტანა თავისი ბაღიდან თეთრი ვარდი რომ ნიშნად ჩემი დიდი სიყვარულისა და დიდი პატივით საქართველოსო ძალიან ბევრი მომიყვა და ძალიან კარგად ვიცი თქვენი ისტორიაო და თეთრი ვარდი გამოუტანა თუ ესე რომ ჩახვალ თუ არჩილის მიწაზე ესე ლამაზად დადეთო ეხა რატომ მოვყევი ეს ადამიანმა რომელსაც გააჩნდა ნიჭი ყველაფრისა და საერთოდ ქართულ კაცს ზოგადად ქართულ ადამიანს ნიჭი გააჩნია ყველა ადამიანს გააჩნია ნიჭი უბრალოდ გააჩნია მე ვინ როგორ გამოიყენებს ამ ნიჭს იქ შორეულ ამერიკაში და ზოგადად მსოფლიოში აი ესე შეაყვარა თან იმ პერიოდში მოუყვა ესაუბრა შეაყვარა საქართველო უცხოეთში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში მყოფ ქართველებს არ ვიცი მართალი გითხრათ არც ვიცი ის უცხოეთში მოღვაწე ქართველებს არშილგური პრინც გურიელი სტუმრობდა თუ არა ეს სხვათა შორის არც არ წამიკითხავს და ისე აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო რუსუდან შარაძეს, რამე თუ რუსუდანის მამამ ბატონმა გურამ შარაძემ ძალიან ბევრი ისტორია მომაწოდა აცოწყონებს. ხადა ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს ამის შესახებ, მაშინ მე პირველ არხზე ვიყავი და იქ გადაცემაც კი გაკეთდა. ხო და რისი თქმა მინდა რომ აი ასე თუ და არჩილ ჭყონია ყოველთვის იცავდა ამ ჩვენს ჯანსაღ ტრადიციებს. ყოველთვის მიყვებოდა. იყო ქართველი, იყო მართლმადიდებელი, იყო ქრისტიანი, არასოდეს პირიქით, ხო გეუბნებით, საქართველოს შესახებ მუდმივად დადებით საუბრობდა და ესეთი ლამაზი ისტორია გამახსენდა. ეხლა შენ ახსენე мотиваცია. როგორ უნდა მივცეთ мотиваცია სკოლის ახსასწრებლებს? საკმაოდ რთული თემაა, ბავშვებთან ურთიერთობა არ არის მარტივი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველა ბავშვს განსხვავებული ინტერესები აქვს, შესაბამისად განსხვავებულად მიდგომა სჭირდებათ იმისთვის, რომ რაიმე თემაზე გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს სიღრმისეულად გაიგონ და გაიაზრონ. ვფიქრობ, რომ პედაგოგებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, აუცილებელია, რომ პედაგოგმა ბავშვს პატარა ასაკში მიაწოდოს ინფორმაცია ისე, რომ მისთვის გახდეს საინტერესო. ანუ ვგულისხმობ, რომ ისტორიის სწავლის დროს ეს ყველაფერი მე მგონი
ქართული ლიტერატურა კერძოდ აი ვეფხისტყაოსანი აგეოგრაფია ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ალბათ ისეთ ასაკში ისწავლება და ისეთ ასაკში იაზრებენ ბავშვები ამ ყველაფერს, რომ უკვე ასე თუ ისე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და პატარებთან კიდევ უფრო განსხვავებულად არის ალბათ ყველაფერი. აი მე რო პედაგოგი ვყოფილიყავი, ალბათ ვეცდებოდი, რომ მაქსიმალურად ისტორიაზე მაქვს კონკრეტულად ამ სიტუაციაში საუბარი, რომ მაქსიმალურად ფერადად მიმეწოდებინა ეს ყველაფერი. სიფერადეში ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი რამე შელამაზებულად, ოღონდ არა ფაქტებს აცდენილად. და ალბათ უფრო ასე გაუჩნდებოდათ ბავშვებს ინტერესს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე რომ ასეთ ასაკში ვიყო, ბავშვურ ენაზე მოუყვებოდი. რა თქმა უნდა, აი ფერადებაში ხო ხა ვინმე მისი არ გაიგოს, რომ დავშათ გალამაზებულად. არა, ისტორიის გალამაზება არ შეიძლება. კი, ისტორია ის ზუსტად ფაქტებზე უნდა, აი მათემატიკური სიზუსტ თამაშით კი არა, სხვა რაღაცას ვიძახი. მათემატიკური სიზუსტით უნდა მივაწოდოთ ისტორია. ის ტექნიკა უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა, როგორ მიუდგეს მოსწავლეს, როგორ შეაყვაროს ასეთი საგანი და აი როგორ მიხვდეს მოსწავლე, რომ ეს საგანი მას აინტერესებს და აი გამოადგება მთლიანად თავის ცხოვრებაში. როგორც იცი აღნიშნა, რომ მე რო პედაგოგი ყოფილიყავიო, რაღაც ტექნიკებს ფერადად ანუ გავალამაზებდიო, მაგ შემთხვევაში არა ფაქტებზე აცდენილად ეს ხო იმასკენ, რომ ხო, უბრალოდ აი ისეთი წაღანაც ვახსენე, რომ სწორი ტექნიკა უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა, მოსწავლის მიმართ, რომ დააინტერესოს, შეაყვაროს ეს საგანი და გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ მივიდეს, ისწავლოს და კი, ჯაბა, მაშინ აქვე დაგისვავ შეკითხვას. საიდან უნდა ხდებოდეს სწავლება, შესწავლა, როგორც შენ ბრძანე, კომპიუტერიდან, ინტერნეტიდან თუ წიგნიდან ხელში? პირველ რიგში წიგნიდან, შემდეგ უკვე რაღაც ნაწილს, ნუ სოციალური ქსელებით გვაწვის ინფორმაციას, იმიტომ რომ და სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ცდომილება როა. ცრუ ინფორმაციაც არის ძალიან ბევრი, მაგრამ თუ რაღაც ინფორმაცია გვაინტერესებს, ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეს ინფორმაცია, უნდა გავიგოთ რამდენად სწორია, თუნდაც ინტერნეტში, თუნდაც წიგნებში, თუნდაც აი ოჯახის წევრებთან, უნდა დავაზუსტოთ და შემდეგ უნდა ველაპარაკოთ ამ თემებზე. რა საკიდან უნდა მივცეთ ინტერნეტთან წვდომის საშუალება ბავშვს? ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტი ძალიან გამოსადეგი რაღაცა არის რეალურად, სწორედ თუ გამოვიყენებთ ამ საშუალებას, ან გააჩნია რომელი ასაკიდან? ხო, ეხლა პატარა ბავშვისთვის არ არის გამოსადეგი. ეხლა პატარა ბავშვი რომ სკოლის ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია რომ ინტერნეტთან გქონდეს. სკოლის რომელი ასაკიდან? მეორე 12 კლასიც არის და მეორე კლასიდან ალბათ უფრო. აი მეორე კლასიდან როგორ ფიქრობთ, იცი, როგორ აი რაში ჭირდება? არა, ალბათ. არა, რაში ჭირდება მეორე კლასელ ბავშვს, იცი, ინტერნეტ მე მინდა მივიდე ერთ სწორ აზრამდე და იმიტომ კარგი კამათები. რაში ჭირდება მეორე კლასელ ბავშვს ინტერნეტთან წვდომა? აი მითხარი. ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება შეუძლია სანდო წყარო. რას გულისხმობ? აი ხა პრინც გურიელზე არის ინტერნეტში ალბათ მე არ ვიცი მე კიდევ ცხონებულმა გურამ შარაძემ მომეხმარება. არის რაღაცები ინტერნეტში, მაგრამ აი მეორე კლასელ ბავშვს რაში ჭირდება პრინც გურიელის შესახებ? რაში ჭირდება დავუშვათ იმის მოძიება, რომ აი არსებობს წიგნები ხო, რა თქმა უნდა, ამაზე ვიდრე ინტერნეტი შემოვიდოდა, ხო არსებობდა წიგნები. მადლობა რომ შემოვიდა ინტერნეტი და ეხლა მე პირადად ძალიან მეხმარება. იმ დღეს გზავრის წერილებიდან მინდოდა ერთი ფრაზა ზუსტად ჩამესვა ტექსტში. და რა თქმა უნდა, ეხლა მე ბიბლიოთეკაში არც სახლის ბიბლიოთეკიდან და არც ტელევიზიის ბიბლიოთეკიდან და არც ეროვნული ბიბლიოთეკიდან არ დავიწყებდი იმ ტექსტების ძებნას. შევედი ინტერნეტში, ზუსტად ვიცოდი რომელი თავი იყო და რომელი მონაკვეთი და ამოვიღე და ბრწყალებში ჩავსვი. ეს ამისთვის დიდი მადლობა. ეს ვიძახი, არა, ეს ვიძახი ჩემ ასაკში. თქვენ ასაკშიც კი გეთანხმებთ, მაგრამ მეორე კლასელს არ უნდა მივცეთ. მე ისმის ნამდვილად, აი უდაოა ის საკითხი, რომ ბავშვისთვის აუცილებელია წიგნთან კონდეს შეხება უფრო მეტად, ვიდრე სოციალურ ქსელებთან ან ინტერნეტთან, ანუ რა თქმა უნდა, მაგრამ არის წიგნი უნდა შევაყვაროთ. დოზას გააჩნია, ანუ ის რომ ბავშვი სისტემატურად იყენებდეს ინტერნეტს, თუნდაც ინფორმაციის მოსაძიებლად. მეორე კლასელმა რა იცის, რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს, პედაგოგი მოაწოდოს
მიცოდებ. არა, მაგიტომ ვიძახი, აი თუნდაც სათამაშოდ მეორე კლასელს არ უნდა მივცეთ. ხო, მაგრამ აღარ ვიძახი არაფერს 3-4 წლის ასე. პედაგოგმაც უნდა უთხრას, რომ აი ბევრი პედაგოგი არსებობს, რომელიც აი მოიძიეთ წიგნიდან ან ხო, ინტერნეტიდან თავიდან მოშორების ის არის რა და ანუ არ უნდა უთხრას, რომ ინტერნეტი, მე ანუ ამ ინტერნეტთან წტომას რო ვაძლევთ პატარა ბავშვს, ნუ ჩვენ არ ვიცით პედაგოგმა კეთილი უნდა ინებოს და უნდა მივიდეს წიგნებით გამზადებული დატვირთული ისეს ყველაფერი, რომ წიგნიდან და დატვირთული, რომ წიგნი შეაყვაროს და არა ინტერნეტი. ხა თუ პედაგოგმა უთხრა, რომ აი ცი არის მიდი მოიძიე, ხა შენ დავშათ რაღაცა აი მოვალეობის მოშორების მიზნით არის თითქოს ეგ. მაგალითად რა ვიცი რომელიღაცა ბრძოლა ან იგივე გალაქტიონს არ ეტყვის მეორე კლასელს. კაი, გივი ჭიჭინაძეს, კაი დათუნიას ერგო 1 კილა ერბო. მოიძიეს. რა თქმა უნდა, ხა მშობელი ეტყვის, რომ აჰაშულო ინტერნეტიდან მოიძიე. პედაგოგი უნდა მივიდეს იმ გივი ჭიჭინაძეს იმით, რა ქვია, წიგნით და უნდა უთხრას, რომ აი ბავშვებო, ეს არის დათუნიას ერგო 1 კილა ერბო, მიდიოდა გზაზე და ასე შემდეგ. რამ გამახსენდა ძალიან მიყარდა ბავშვობაში. კარგით, 5 წუთში დაგიბრუნდებით. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ჭელიშის უდაბნო მე-11 საუკუნის მონასტერი ქვემო რაჭაში, მიუვალ ადგილას, შარეულას ღრმა ხეობაში, ნიკორწმინდიდან 5 კილომეტრში. მონასტერს ჩრდილოეთიდან ქვაყუნდელას მთა-და-სქერის, სამხრეთ-აღმოსავლეთით საშევარდნოს კლდეებია ბერმონაზონთა უძველესი ქვაბულებით. 1637 წელს იმერეთის მეფე გიორგი მესამემ ჭელიში გელაც შესწირა. ჭელიშის უდაბნო მე-17-18 საუკუნეებში მტრის შემოსევისას გელათის მონასტრის განსაცავი იყო. ჭელიშის უდაბნო გვიან შუა საუკუნეებში ოსმალებს დაურბევიათ. ამ დროს დანგრეულა მონასტრის ძირითადი ნაგებობა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელიც მონასტერში დაცული გადმოცემის თანახმად გუმბათიანი ყოფილა. დანგრეული ტაძრის ადგილას მე-18 საუკუნის ბოლოს დარბაზული ეკლესია ააშენა თავადმა პაატა წულუკიძემ. 1795 წელს მონასტრის წინამძღვრის მღვდელმონაზონ გრიგოლ დაჩიბერიძის თხოვნით ერეკლე მეორემ ჭელიშს წყვილი ზარი შესწირა. ჩვენ მეფემან სრულიად საქართველო ისამან, ირაკლი მეორემან ჩამოვასხმევინეთ ერთი წყვილი ზარი ესე ჭელიშის ღვთისმშობლის მონასტრისათვის. ვინც ამ მონასტერს გამოახვას, ღვთისმშობლისაგან ესხოს მერმესამას საუკუნესა. ასეთი წარწერა ამშვენებდა ერეკლე მეორის შეწირულ ზარებს. ჭელიშის უდაბნო, ძლავრი სამონასტრო კერა, სადაც მონასტრული ცხოვრება მე-11 საუკუნიდან 1923 წლამდე მიმდინარეობდა. 1991-ში მიწისძვრის შედეგად ჭელიშის ეკლესია ძლიერ დაზიანდა და ახლახანს ფაქტიურად თავიდან აშენდა. ჭელიშის მონასტრის ისტორიისა და სიძველეების პირველი მკვლევარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდანა ჩერაცხული ამბროსი ხელაია 1902 წლებში ჭელიშის უდაბნოს წინამძღვარი გახლდათ. მან გადაარჩინა და მეცნიერულად შეისწავლა დაუდევრობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ფასდაუდებელი ხელნაწერები და მონასტრის სიძველეები. ეთმშვენიერ დღეს მამა ამბროსიმ შეამჩნია, რომ მიწა სიცარიელის ექოს გამოსცემდა ეზოს ცენტრალურ ნაწილში, ტოტებგაშლილი ვეებერთელა კაკლის ხის სიახლოვეს. მამა ამბროსიმ ბერებს თხოვა ბარი და წალკატი მოეტანათ. იწყეს მიწისძვრა.
ცოტა ხანმა განულო და გამოჩნდა აკლდამისკარი. ახსნეს. შევიდა შიგდა რას ხედავს. ასვენია ჩონჩხი. ალბათ ამ მონასტრის ერთ-ერთი წინამძღვრისა, რომლის სახელი მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მის თავის ქალასთან კიდო ტყავში ჩასმული ტყავზე ნაწერი წიგნი. ასე აღწერეს თვითმხილველებმა მე-14-მე-15 საუკუნეებში გადაწერილი მოქცევაი ქართლისაის ჭელიშური რედაქციის აღმოჩენა, რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ცენტრშია დაცული. ის რის შესახებაც გამოშვების წინა ნაწილში ვისაუბრეთ ციციმ ჯაბამ და მე გამომდინარე არის შედეგი ინფორმაციის არარსებობისა, ინფორმაციის ნაკლებობისა საზოგადოებაში. არ აქვს მნიშვნელობა ესენი იქნებიან სოლიდური ასაკის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ბავშვები თუ შუახნის ხალხი. სწორედ აი ეს რაღაცა მეორე ნაწილი მოდით იყოს შემაჯამებელი ჩვენი დღევანდელი გამოშვებისა და ინფორმაციის ნაკლებობამ რა შეიძლება გამოიწვიოს. დავიწყებ იქით, რომ დღეს ჩვენ გვყავს თაობა, რომელსაც აქვს უამრავი შესაძლებლობა, ეს იქნება წიგნი, ინტერნეტი, ვიდეო გაკვეთილები თუ არ ვიცი კიდევ ფილმები, მრავალი რაღაც. ითიც შეიძლება რომ ბიოგრაფიები, კი, რა თქმა უნდა, ხელოვანების ბიოგრაფიები, გნებას პოლიტიკოსების ბიოგრაფიები, ისტორიკოსების ბიოგრაფიები, რა ვიცი, ნებისმიერი. ნამდვილად. თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ინფორმაცია სწორად. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებელია რაღაცა კონკრეტულ დასკვნამდე სანამ მივალთ, გავიაზროთ ეს ინფორმაცია, ოღონდ განვიხილოთ ორი უკიდურესობა. ანუ განვიხილოთ ერთი პოზიციაც, მეორე პოზიციაც და საბოლოოდ გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა და უკვე აი ამ მყარი არგუმენტებით ვისაუბროთ ამ თემაზე. დღესდღეობით ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოების ნაწილმა თუ იცის ამ ინფორმაციის სწორად გამოყენების უნარი თუ გააჩნიათ უფრო სწორად და ანუ ადამიანები, ანუ საზოგადოების ნაწილი არ ფიქრობს და არ თვლის საჭიროდ, რომ აი ინფორმაცია უფრო განავცოს, მოიძიოს წიგნების საშუალებით. გარდა განვცობისა, ნახეთ, ხო, მოიძიოს, გასაგებია, მაგრამ უნდა გაიაზროს ჯაბა. რა თქმა უნდა, ანუ როდესაც იგებენ true, ეგრეთ წოდებულ fake ანუ ინფორმაციას, გონიათ ის მართალი და არ უნდა ეგ არის საშინელება კიდე აი ეს TikTok-ები და რაღაცები. აი ზუსტად რომელიც აძინებს ტვინის უჯრედებს. ხო, ტვინის უჯრედებს. მაგალითად მინდა რომ მეთქვა. კი, არა, ერთი წუთი დაასრულოს ჩავეჭერი. აი TikTok, Instagram და ის სხვა სოციალური პლატფორმები ადუნებს აი საზოგადოებას, ხო, ტვინის უჯრედებს რა თქმა უნდა და ანუ იქ ტვინს არ უწევს მუშაობა. ხო. აი არის რაღაცა გაჩერებული მდგომარეობაში ხარ. ხო, და აი რასაც იგებს შენი ტვინი, ის გონია მართალი შემდგომ. და აი არ ფიქრობ, რომ სხვა და სიმართლე ინფორმაციაც არსებობს. არა, შეიძლება იყოს მართალი რაღაცა, მაგით შეიტყუეს ზუსტად საზოგადოება, რომ ზოგ შემთხვევაში ეს TikTok-ებზე სიმართლე არის, მაგრამ ის სიმართლე არის არა შენს მიერ მოძიებული, არამედ უკვე მზამზარეული, მორთმეული, გაიგე, რომელიც აი აბსოლუტურად გამოუსადეგარია შენთვის, იქვე გავიწყდება. აი თუ გახსენდებათ ეხლა რაიმე TikTok-ში მოძიებული თუ შემოთავაზებული მაგის მიერ დამახსოვრებული ინფორმაცია. აი გახსენდებათ, მე არ მახსენდება. აი ეს არის თავი. არ ვწყალობ მაგას და არ უყურებ, მაგრამ იქვე გავიწყდება.
ხო, შეიძლება აი მარტივად მოწოდებული ინფორმაცია არის ძალიან 5-წამიან ვიდეოში შეიძლება გაიგო რაღაცა ინფორმაცია, მაგრამ ადამიანს უნდა გქონდეს ჩემი აზრით იმის ამბიცია, რომ ეს ინფორმაცია შენთვის თუ საინტერესოა და პრიორიტეტულია, უნდა გადაამოწმო სხვადასხვა წყაროებიდან. როდესაც ამას სიღრმისეულად გამოიკვლევ და გაიაზრებ, მე უკვე ალბათ დაგამახსოვრდება ეს ინფორმაცია. არა, ნახე, აი ამ ჯაბამ როგორც ხოდა შენს როგორ აღნიშნე, ასე მოწოდებულ ვრცელ ინფორმაციას რაღაცა ორ სიტყვაში ხა ის სხვარი გრძელი სიტყვა მოკლედ თითქოს შაერია, ამათ კარგიო ბრძენმა შოთამ თქვა, მაგრამ აქ სხვა თემაზეა ლაპარაკი. აქ ვიზუალთან ერთად მოვიყენებთ ანუ მაგას. TikTok-ი არანაირად არ უნდა გამოიყენო ჯაბა. TikTok-ი უნდა გააქრო ცხოვრებიდან. მართლა გეუბნები. რაღაცა მაინც ხომ ისწავლებია და რაღაცა. ხო გჯერათ ჩემი. ბავშვებო, იმიტომ რომ ის არის მიძინებულ უჯრედების მიძინებას უწყობს ხელს. დამერწმუნეთ. და თითოეულ თქვენთაგანს და ზოგადად ყველას ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე. რას ნიშნავს? აბა, აი განავრცე არა ერთგზის გვისაუბრია. რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე? პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზნისკენ მიმავალი გზა იქნება ძალიან გრძელი და შრომატევადი და ამისთვის გვჭირდება ბევრი შრომა, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ. და TikTok-ი ალბათ უფრო მაგ იმას კლავს, რა ქვია, როგორ თქვა, შემართებას კლავს. შემართებასაც კლავს და სურვილსაც გიქრობს, მაგრამ რეალურად არც ის გამახსოვრდება, რაც ამ TikTok-მა მოგცა და უბრალოდ დროის ფუჭად გაყვანა არის TikTok-ი. ფუჭად გაყვანა არის, კი ბატონო, გისმენ. ვეთანხმებით ის აზრს. მართლა ხა, სიმართლე თქვა, იმიტომ რომ აი რაღაც დრო რო გაგვაჩნია, აი ამ TikTok-ის შემდეგ არ ვთვლით საჭიროთ, რომ მოვიძიოთ თქვა რაღაც ინფორმაცია, რაც დაამახსოვრდება ჩვენთვის და შევდივართ ეგრევე TikTok-ში და ვუყურებთ რაღაც უაზრო ვიდეოებს, ხო, არაფერს მომცემ ვიდეოებს და ესე გავყავს ჩვენი რაღაც დრო, რაც შეიძლება რომ უფრო რომელიც არის როგორი ძვირფასი, ხო? რომელიც შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ სწავლაში, ჩვენს განვითარებაში, ჩვენს მომავალში და ჩვენს პროფესიისთვის. მაგრამ იგივე გადი ქუჩაში, ჰაერი გადაყლაპე, რაღაცას შეხედე ახლებურად, უამრავი მოსალოცი გვაქვს. ეხლა ნინო მიქიაშვილის მიერ გაკეთებული კლიპები რო ვნახოთ ჩვენ, ხო? ბატონი თარხან მოურავის მიერ გაჟღერებული ტექსტები და ბატონი თარხან მოურავის ლექციები რომ მოусმინოთ, ხო? ბევრად უფრო მეც ვისწავლით, ვიდრე TikTok-ის. ბევრად მეც კი არა, მე მეტი არაფერი არ მინდა. მოусმინეთ დავით არხანმოურავის ლექციებს მედია კავშირ ობიექტივზე და მერწმუნეთ, თქვენ დაუნებურად აღარ მოგინდებათ არასაჭირო ინფორმაციის მიღება, ანუ ეს TikTok-ები და კიდე რა ქვია, არ ვიცი, რაღაცები, ხო? ხო, ფერი. ხო, და მაინტერესებს ციცის რო ვკითხე, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე. პასუხისმგებლობა ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ თავდაჯერებული პირველ რიგში და აი თუ რაღაც მიზანს თავდაჯერებულობა საიდან მოდის? ალბათ აი რა გვინდა, როგორ გვინდა, ხო? აი თუ რაღაცაში ვარ დარწმუნებული მაგალითად რომ მინდა მე აი ეს გავაკეთო თქვა გავხდე წარმატებული ჟურნალისტი, ანუ ყველაფერს გავაკეთებ სწორედ იმისთვის, რომ გავხდე წარმატებული ჟურნალისტი. ხო, ყველა აქვს თავისი განვითარებისათვის მისაწოდებელი, აუცილებელი ისტორიები, ხო? იგივე ის მეორე კლასელმა სხვა რაღაცა უნდა წაიკითხოს, მერვე კლასელმა სხვა უნდა წაიკითხოს, მე-12 კლასელმა სხვა უნდა წაიკითხოს, პირველმა კურსელმა სხვა უნდა წაიკითხოს. და უკვე თქვენ რო დიდები გახდებით და დავუშვათ 30-35 წლის და მერე დაბრუნება იმ ასაკში წასაკითხი მასალებისა უკვე აღარ შეიძლება, არაფერს აღარ მოგცემს. ჯერ ერთი დროც არ გექნება იმდენია წასაკითხი და იმდენი რაღაც არის განსანვითარებლად საკუთარი პიროვნებისა გამოსული.
წიგნებს გულისხმობ. მე უკვე ნუ კი ბატონო. ესაც ხო ადამიანის ინდივიდუალურობაზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საკმაოდ პატარა ასაკში თქვენთან ერთად გავიარეთ მგზავრის წერილები. ალბათ გახსოვს ჯობა. საკმაოდ პატარები ვიყავით მგზავრის წერილებისთვის, ალბათ ვფიქრობ და ჩვენ ალბათ 5 წელში თუ რაღაცა სკოლის პროგრამა მერე შემოიღო, რომ ჩვენ უკვე 5 წლის მერე უნდა გვესწავლა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც წეგანა აღნიშნეთ, ალბათ რეპეტიტორზე და შენს გვერდით მყოფ ადამიანზე არის დამოკიდებული, რამდენად საინტერესოდ და კარგად მოგაწოდებს ამ ინფორმაციას და რამდენად დაგაინტერესებს. ძალიან დიდი მადლობა. აი როგორ მოვახერხოთ, რომ პატარა ბავშვებს ეს შთაბუნერგოთ, ჯაბა რომ დღეს მიწოდებულ მასალას თუ ესენი აი აგურს ეს გავს აგურის გამოცლას. აგურს თუ გამოაცლი ერთ ფენას, მაშინ ზევიდან უკვე აღარ დაედება, ხო? აი საძირკველი დავაშენოთ, ასე ვთქვათ, ანუ ცოდნას უნდა დავუმატოთ სწორი ცოდნა და ჩვენი ეს დრო, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, არ უნდა დავკარგოთ ფუჭად, ასე ვთქვათ და ყველაფერი ანუ ცოდნისთვის, განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ და ჩვენ თავისთვის ანუ უფრო საჭირო არის ეს ინფორმაცია და აი როგორც წეგან აღნიშნეთ, რომ მეორე კლასელს უნდა ქონდეს თუ არა ტელეფონის გამოყენების უფლებაო, რაღაც დოზით შეიძლება საჭიროა მისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ტელეფონში თუნდაც ან ინტერნეტში ისეთი რაღაც ნახოს, რომ აი ჩაფიქრდეს თავის მომავალზე, რომ მე მინდა რომ აი თქვათ გავხდე ქვეყნისთვის დამცველი, აი ან რაღაც ისეთი პირი. მაგრამ ხო, საკუთარი მე არასწორად საკუთარი მომავლისა და სახელმწიფოს საკუთარი ქვეყნის წინაშე. ხო, რომ საკუთარი მომავლის წინაშე რო გექნება პასუხისმგებლობა და ისე რომ დახვდები 25 წლის ასაკს, 30 წლის ასაკს უკვე სამშობლოს გამოადგები, ხო? ეს თავისთავად ორჯერ 2-4-ია. დაასრულე? დაასრულე. კარგით, რამდენად მნიშვნელოვანი ორივე ჟურნალისტიკის სტუდენტები ხართ, ხო? და რამდენად იაპონელების ნათქვამი ალბათ გსმენიათ თუ ფლობ ტელევიზიას, ფლობ ადამიანის გულებს. აი, მასმედია, გინდა ბეჭდური, გინდა ტელე, გინდა რადიო და საზოგადოება. ისმენთ. მოკლედ, ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებთან დაამყაროს, ანუ მაყურებელთან დაამყაროს სწორი კომუნიკაცია და სწორ კომუნიკაციაში ვგულისხმობ იმას, რომ შენ სფეროში, რა სფეროშიც ხარ ჟურნალისტიკის განხრით, იმ სფეროში უნდა იყო კომპეტენტური. და აქედან ცნობიერებული უნდა იყო. ჯერ შენ უნდა გაიაზრო ის რასაც არ უნდა ისაუბრო თემაზე თუ არ ხარ ჩახედული, მართალია. ნამდვილად, რაც შენთვის არის მნიშვნელოვანი და რაც გაქვს ბოლომდე გააზრებული, აუცილებლად ის უნდა ილაპარაკო ალბათ ეთერშიც და შენ თუ არ გაქვს გააზრებული და შენთვის თუ არ არის ახლოს ეს თემა, ალბათ კი არ ვფიქრობ, რომ მაყურებლამდე სწორად ვერ მიიტან ამ ყველაფერს. ანუ შენ თუ არ გაიაზრე სხვა ვერ. დავამატებ, რომ აი ზუსტად ამას სწორი ინფორმაცია საჭიროა. თუ აი არ თქვათ ჟურნალისტი, რომელიც წაიყვანს გადაცემას და ლაპარაკობს რაღაც თემაზე, უნდა ფლობდეს სწორი ინფორმაციას, რამდენად მართალია, რეალურია იგი. და რამდენად აუცილებელია ინფორმაციის გადაწყვეტა და მოწმება. რა თქმა უნდა, ეგაც ანუ საზოგადოება არ უნდა შეიყვანო ხო, ანუ ერთმა სიტყვამაც შეიძლება დააბნიოს საზოგადოება და აი სულ სხვა რამე წარმოიქმნას ამ სიტყვებით, რასაც თქვა ჟურნალისტი ცდილობდა რომ მიეწოდებინა მაყურებლისთვის. ეს პირველ თავარი არის რომ ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ მაყურებელს და ჩვენც სწორად მოვიძიოთ ეს ინფორმაცია ინტერნეტში ან ნებისმიერ წიგნებსა თუ აი ცხოვრებაში. ჯაბა, ნახე, ელემენტარულად მადლობა ღმერთს რომ გვყავს არაჩვეულებრივი მეცნიერები. რა თქმა უნდა. ხო? კი, არიან მეცნიერები, რომლებიც ისევ და ისევ არამართებულად იყენებენ თავიანთ ამ სამეცნიერო განათლებას და ამ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას სამწუხაროდ, მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც
წესიერები პატიოსნები არიან და ახალგაზრდა თაობას აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც უნდა მიაწოდოთ რეალურ ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ ელემენტარულად თქვენს ლექტორებს კითხოთ. მეცნიერებათა აკადემია არსებობს, შეხედეთ, არავინ თქვენ უარს არ გეტყვით მაგაზე. შეიძლება არის რაღაცები, რომელსაც წიგნში ან რთული მოსაძიებელია, ან ვერ მოიძიებთ და აი ზუსტად იმ გარკვეული სპეციალობების მესვეურთ, ვისაც ნაშრომები აქვთ ამა თუ იმ სპეციალობაში, ისინი დაგეხმარებიან თქვენ და დაგეხმარებიან დარწმუნებული ვარ სიხარულით, ხო? ხო, მაგას მოვაყოლებ ახლა ამ საკითხს, რომ ლექტორები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ალბათ სტუდენტების ცხოვრებაში. ან ლექტორისგან სწორედ მიღებული რჩევა, უბრალოდ მისი ცხოვრებისეული რჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ შენ ამას გაიაზრებ. მე პირადად ჩემი ლექტორისგან მივიღე ესეთი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება მოგვიყვა და იმდენად დამეხმარა ცხოვრებაში, რომ გამეაზრებინა ძალიან ბევრი რაღაცა, რომ მთავარია შენ მიიღო, ანუ მთავარია შენ მიიღო მისი რჩევა. და ის ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე აუცილებლად გამოგადგება. ნახე, იყო არაჩვეულებრივი არქიტექტორი ბატონი თამაზ ნათიძე, რომელსაც უწერია თავის წიგნში მსგავსი რამ, შენ ახლა რაც თქვი. დიდ ბრიტანეთში ლექტორები თავიანთი ოჯახების თანხლებით, მეუღლეების თანხლებით, შვილების თანხლებით მიემგზავრებიან ხოლმე დასასვენებლად სტუდენტებთან ერთად. რატომ? აი როგორ ვფიქრობ, რატო? ეხლა მაინტერესებს, რატო მაგალითად, რატო წავა ლექტორი მეუღლესთან და შვილებთან, გნება შვილებთან ერთად სტუდენტთან ერთად დასასვენებლად. ეხლა შეიძლება ერთ ნომერში არ არიან და გვერდ ნომერში, მაგრამ თლიანობაში ერთად არიან, ერთად ისვენებენ, რაღაცა გარკვეული 3 დღე იქნება ეს თუ 5 დღე, ეხლა ეს აღარ მახსოვს. აი რატო შეიძლება ეს მოხდეს? ანუ თანაცხოვრების პერიოდში ერთად დიდ დროც როდესაც ატარებთ ორი ადამიანი, ხედავთ ძალიან ბევრ პლუს და მინუს. ჩემი აზრით, ლექტორისთვის ყველა სტუდენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ამ მოქმედების მთავარი მიზანი არის ის, რომ დაანახოს სხვა კუთხით საკუთარი თავი ლექტორმა. ანუ უკეთესად გაიცნოს ის და მის მიმართ სტუდენტს გაუჩნდეს ნდობა, რომ ამ ნდობიდან გამოწვეული იქნება ზუსტად განსაზღვრა. არა მარტო ლექტორის ამპულაში იცნობდეს, არამედ აი როგორც ადამიანი, ხო? და ანუ ეს ეხმარება უფრო სტუდენტის განვითარებაშიც რაღაც ანუ შეუძლია რომ უფრო ფამილიარული სიტუაცია აუცილებელია ალბათ ყველა ურთიერთობაში ნდობის ჩამოყალიბებისთვის და ეს არის მთავარი ნაბიჯი მაგისთვის რომ ნდობა დაიმსახუროს სტუდენტის ლექტორმა. და აბა დაასრულე რაღაცის თქმა გინდა და დაასრულე. ეს არის ვისი თეორია? მიმბაძველობის თეორია, ხო? ბავშვი თითისქნებით და 24 საათი შენიშვნით და 24 საათი დაუშვათ ერთი და იგივეს რო დაჯექი შეჭამე ის დაუშვათ ის რაღაცა ხელსაწმენდი დაიდე მუხლებზე ამ ჩანგალი მარცხენაში დაიჭირე მარჯვენაში და ამით არ იზრდება. არ ვერ ჩამოყალიბებადი. ეს არის რაღაცა შეიძლება სულ შეზიზღდეთ ის დანაც და ის ჩანგალის მე. ხო და ეს არის მიმბაძველობა. იქ ხა სტუდენტი უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ის არ ვითარებს მართებულად ბრძანა ჯაბა. ციცი როგორც შენ თქვი, ასევე ის არ ვითარებს აი ამ ურთიერთობას და მე უცხო არ არის. იცი რომ დავუშვათ სტუდენტმა იცის რომ ეს ლექტორიც ჩვეულებრივი ადამიანია. და მან თუ გააკეთა, ესე იგი ეს სწორია და აი შეიძლება რომ მას ხო, ეხლა ციცი რო თქვა, ეხლა იცი რა არის? შეიძლება რაღაცა ლაფსოს ეხლა ადამიანები ვართ, შეუცდომელი უფალია, ხო? ხოდიში ადამიანები ვარ და შეიძლება რაღაცას ეხა ფეხი გადაუბრუნდეს, მაგრამ იმასაც დაინახავს, რომ ეს არ არის მართებული. მივხვდირასია საქმე. და აი თქვენი გზავნილი წუთნახევარი მრჩება. თქვენი გზავნილი საზოგადოებისადმი. მე არ ვიტყვი თქვენი თაობა, ჩემი თაობა არა. საზოგადოებისადმი თქვენი გზავნილი.
მოდი დღევანდელი გადაცემის თემატიკას შევეხები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ყველამ ჩვენმა თაობამაც და მომავალმა თაობამაც თუ ჩვენმა წინა თაობამ შეისწავლოს ისტორია, იმიტომ რომ ჩვენი მომავლისთვის არის ეს აუცილებელი და საკუთარი იდენტობისთვის პირველ რიგში. დიდი მადლობა, გისმენ. ისტორიის ცოდნა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა რომ ადამიანმა ეს ინფორმაცია, ისტორია მოიძიოს სწორად და გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ძალიან დიდი მადლობა და დაუბრუნდები რითიც დავიწყე, რომ დროს უძლებს მართალი, ყველაფერი მართალი. ისე დამოვიწყდა თქვენთვის მეკითხა ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? სიმართლე. სიმართლე. ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმართლე. არ უნდა როგორც კი რაღაცას ტყუილში დაგიჭერს მაყურებელი, მკითხველი, მსმენელი, უკვე კარგავს ნდობას და უკვე გადართავს სხვა. სწორედ მაგისთვის არის საჭირო, რომ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და არ მოვატყუოთ მსმენელი თუ მაყურებელი ჟურნალისტებმა. კი ბატონო. და ზოგადად ყველა ადამიანისთვის სიმართლე აუცილებელია, ხო? და ვიყოთ მართალნი და დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ დროს უძლებს ყველაფერი ლამაზი, ყველაფერი მართალი. დროს უძლებს ის, რაც ძირძველ ჯანსაღ ტრადიციაზეა დაყრდნობილი. მე არ ვიძახი, რომ მხოლოდ ძირძველი ჯანსაღი ტრადიციები კონდეს და ახალი სიახლე არ შემოვა. პირიქით, სიახლე აუცილებელია, მაგრამ ეს სიახლე უნდა იყოს ჩვენს ზნეობაზე დამყარებული. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები. უფლის მიერ გაჩენილები ვართ, უფლის მიერ მოვლინებულები ვართ და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ვიყოთ ერთმანეთთან და პირველ რიგში საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები. ძალიან დიდი მადლობა ციცი გაბინაშვილს, ჯაბა შაყოლაშვილს სტუმრობისთვის და მართლა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.